შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირისპირ, მესამე. დადგა მომენტი, როდესაც უნდა გადაიჭრას მთავარი საკითხი. ტოლსტოი. იმ დღეებში, როდესაც ჯორდანია და მთავრობის ზოგიერთი წევრი აბასთუმანში ისვენებდნენ, წითელმა არმიამ უკრაინაში შემოჭრილი პულსიცკის პოლონეთის ჯარების შემოტევა მოიგერია, მათ დაედევნა და მალე ვარშავისა და ლვოვის მისადგომებთან აღმოჩნდა. კატასტროფიდან პოლონეთის გადარჩენის მიზნით ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა კერზონმა საბჭოთა რუსეთს ანტანტის სახელით წინადადება მისცა, პოლონეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება დაეწყო. კერზონის წინადადებამ და საბჭოთა ქვეყნის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის ჩიჩერინის პასუხმა საქართველოს მთავრობაზე მოულოდნელად პირდაპირ თავზარ დამცემის შთაბეჭდილება მოახდინა. ჯორდანიამ ვერ დამალა ეს და საგარეო საქმეთა მინისტრთან გეგეჭკორთან საუბარში გაამჟღავნა. ჩანს ჩვენ ჯერ კიდევ საბჭოთა რუსეთის ძალების შეუფასებლობას ვიჩენთ, ამბობდა იგი. შეუძლებელია ანგარიში არ გაეწიოს იმ ფაქტს, რომ საბჭოთა რუსეთმა გაანადგურა პოლონეთის ჯარები და მას ახლა ანგარიშს უწევს თვით ინგლისიც კი. ამ დროს კაბინეტში შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი შემოვიდა და ჯორდანიამ ახლა ორივე თავის მინისტრს კითხა, რა გზას დავადგეთ პოლონეთის ფრონტზე საბჭოთა ჯარების გამარჯვების შემდეგ. საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა ჩრდილოეთ კავკასიაში, აზერბაიჯანში, ინგლისელები ბათუმიდან წასვლას აპირებენ. საქართველო მოკავშირეებისაგან მიტოვებული რჩება. ასეთ ვითარებაში აჯანყებამ თუ იფეთქა, ჩვენ მას რა თქმა უნდა ვერ გავუმკლავდებით. საქმე არც ისე ცუდად არის, შეედავა რამიშვილი. ნუ გავიწყდებათ, რომ ვრანგელის არმიას ყირი მიუკავია. იგი წითელი არმიის ზურგში იმყოფება. მას ინგლის საფრანგეთის ფლოტი შველის და ბოლშევიკურ რუსეთს მოულოდნელ საფრთხეს უქადის. არ ამგონია საბჭოების მდგომარეობა მყარი იყოს. მართლაც ვრანგელი ყირიმში მოკალათდა. გამუდმებით ემუქრებოდა იქიდან საბჭოთა ჯარებს, რომლებიც დასავლეთისაკენ წავიდნენ, ემუქრებოდა დონბასს და უკრაინას. დარწმუნებული იმაში, რომ სამხედრო ბედი შესაძლოა კონტრრევოლუციისაკენ გადახრილიყო, რამიშვილმა ვრანგელთან ხელშეკრულების დადება მოითხოვა. მაგრამ ჯორდანიამ მაინც აუცილებლად სცნო კიროვთან ახლავე შეხვედრა და რამდენიმე დღით აბასთუმნიდან თბილისში ჩასვლა. კიროვი თავის მდივნის იარცევის თანხლებით ეახლა ჯორდანიას. პრეზიდენტის კაბინეტში რამიშვილი და გეგეჭკორიც იყვნენ. ჯორდანია ჩამომხმარი და მოღუშული ჩანდა. კიროვმა მისი შვილის გარდაცვალების გამო სამძიმარი მოახსენა. ჯორდანიამ მადლობა გადაუხადა. მრგვალ მაგიდასთან სავარძელი შესთავაზა და წარედ გაიღიმა. უკანასკნელ ჟამს ბედი არ მწყალობს. არ მწყალობს არც მე და არც იმ
ქვეყანას, რომლის სათავეში ხალხმა დამაყენა. მინისტრებმა ნაღვლიანად ჩაჰკიდეს თავი. ყველა ჩვენ გადაგვეკიდა, ყველა ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგი ლაშქრებს, განაგრძო ჟორდანიამ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ისევ ბევრს ლაპარაკობენ ერების თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი არსებობის უფლებაზე, ჩვენ იმ ლამაზი სიტყვების გამო ვერავით არის სარგებელი ვერ ვნახეთ. რატომღაც ყველა გვემუქრება, თითქოს ჩვენ აქ მონარქია და ტირანია გქონდეს. ჟორდანია უღონოდ მიაწვა სავარძლის ზურგს. დასავლეთის გარდა, ბატონო პრეზიდენტო, არსებობს ჩრდილოეთიც. შვიდად მიუგო კიროვმა, რადგან მიხვდა, ვის ბოსტანშიც ისროდა ჟორდანია ქვებს. იქ თქვენ და ქართველი ხალხი გაცილებით უფრო მეტ მეგობრებს იპოვით, ვიდრე დასავლეთში. ისინი არა სიტყვით, არამედ საქმითაც ნამდვილი თქვენი მეგობრები იქნებიან. კიროვმა თვალი მოავლო მის წინ მსხდომ გონება გაცუდებულ პრეზიდენტს და მინისტრებს. მას თავის ფეხამდე აწონილი ჰყავდა ეს მენშევიკი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობდნენ სახელმწიფო დიდი მოღვაწეებისა და ხალხის ბელადების როლში გამოსულიყვნენ. ბატონო ელჩო, ამეტყველდა ჟორდანია, ამას წინათ თქვენ ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვით იმისათვის, რომ თქვენთვის და ჩვენთვის საინტერესო ზოგიერთი საკითხი გაგვერკვია. ჩვენ ვაკმაყოფილებთ თქვენს სურვილს, მე და ჩემი მინისტრები მზადა ვართ დავამყაროთ თქვენთან მთელის გულწრფელობით საქმიანი კონტაქტი. ჩვენ იმედი გვაქვს აგრეთვე მოვაწესრიგოთ ჩვენ შორის წამოჭრილი ყოველგვარი გაუგებრობა. გამოვძებნოთ საერთო ენა და ამიერიდან შეთანხმებულად ვიმუშაოთ. მე მივესალმები ყოველივე ამას, მიუგო კიროვმა. დავიწყოთ ხელშეკრულების განსაკუთრებული დანართიდან, რომელიც ჩვენ მთავრობებს შორის დაიდო და რომელშიც საქართველოში კომუნისტური პარტიის ლეგალურ არსებობას ითვალისწინებს. ხელშეკრულების ეს ნაწილი დიდი ხანია უკვე რაც თქვენს მიერ გაუქმებულია. კომუნისტური პარტიის მიმართ რეპრესიები დღითიდღე ძლიერდება. თქვენი ხელისუფალნი აპატიმრებენ კომუნისტებს, ათავსებენ მათ ციხეში, სასამართლოს და ძიების გარეშე. ყველა ისინი დაპატიმრებულნი არიან შეიარაღებული აჯანყების მომზადებისა და მთავრობის წინააღმდეგ ჯარში გაწეული აგიტაციისათვის. განუმარტა რამიშვილმა. ვითარება ისეთია, რომ ჩვენ დრო არ გვრჩება ბრალდებულთა საქმეების გარჩევისა და სასამართლო პროცესებისათვის. თქვენი მთავრობის მოქმედებებიდან პირადად თქვენთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული საუბრებიდან, თქვენი მთავრობის მოქმედებიდან პირადად თქვენთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ საუბრებიდან მე ის დასკვნა გამოვიტანე, რომ თქვენ საერთოდ არ გსურთ თქვენს ქვეყანაში კომუნისტური პარტიის არსებობა დაუშვათ. ფაქტიურად თქვენ მისი ლიკვიდაცია უკვე მოახდინეთ. რატომ? დაიწყო თავის მართლება რამიშვილმა. ჩვენ არ მოვითხოვთ კომუნისტური პარტიის გაუქმებას. ჩვენ ხელს ავიღებდით რეპრესიებზე იმ შემთხვევაში თუ ლეგალურ მოღვაწეობასთან ერთად კომუნისტური პარტია არ გასწევდა სახელმწიფოსთვის გამანადგურებელ მუშაობას, რომელიც ჩვენში არსებული სახელმწიფოებრივი წყობილების დანგრევისაკენ არის მიმართული. დაუშვათ, რომ ეს ასე არის, მაგრამ რა შვაშია აქ საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლობა? კითხა კიროვმა მინისტრებს.
არავით არის საბაბი მე არ მიმიცია იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობა აგრესიულად გვეპყრობოდეს. მიუხედავად ამისა, თქვენ განაგრძობთ საელჩოსადმი ავადმყოფურ რაღაც შეეჭვებას. თვითოეულ საბჭოთა დიპლომატიურ კურიერში თქვენი ხელისუფალნი მზად არიან აჯანყების მომწყობი დაინახონ. ისინი აპატიმრებენ ყველას, ვინც კი საბჭოთა საელჩოს შენობიდან ან სავაჭრო წარმომადგენლობიდან გამოდის. მითხარით, როგორ შევაფასოთ ჩვენ ამგვარი გაუმართლებელი მოქმედებანი? თქვენ გავიწყდებათ აზერბაიჯანსა და ჩრდილო კავკასიაში თქვენი გაზეთების მიერ ჩვენს წინააღმდეგ აღებული მტრული საბრძოლო ტონი. წაიკითხეთ ის გაზეთები. ისინი ჩვენ სამხედრო თავდასხმით გვემუქრებიან. ჩვენ გარშემორტყმული ვართ ყოვლის მხრიდან. წითელი არმია დგას აზერბაიჯანში და ჩრდილოეთ კავკასიაში. ღელავდა რამიშვილი. მაგრამ თქვენ ამჟამად ხომ არავინ თავს არ გესხმით. გაზეთებმა კი დიდი ხანია უკვე რაც ტონი შეცვალეს. არ გვესხმიან, მაგრამ რა წამს აჯანყება დაიწყება, მაშინვე დაგვესხმიან. მოხდება ის, რაც ჩრდილო კავკასიაში და აზერბაიჯანში მოხდა. იმიტომ რომ არ ეძებთ თქვენს მოკავშირეებს. მგონი გამოძებნეთ კიდეც და უკვე გადაწყვიტეთ ხელი გაუწოდოთ ვრანგელს. პირდაპირ ჰკითხა კიროვმა. ჩვენ გავიგეთ, რომ ვრანგელსა და საქართველოს მთავრობას შორის ინგლისელების უშუალო მონაწილეობით უკვე დადებულია ხელშეკრულება. ამას გარდა, რამდენადაც მე ვიცი, ინგლისელები და ფრანგები ბათუმიდან გადიან. ამიტომ გასაგებია თქვენი შიში, თქვენი ზედმეტი ნერვიულობა, ეს კიდევ არაფერი. თქვენ ეხმარებით ვრანგელს და უარს აცხადებთ დაგვიბრუნოთ სამხედრო ქონება, რომელიც კანონისა და უფლების მიხედვით საბჭოთა სახელმწიფოს ეკუთვნის. თუკი ჩვენ საბჭოთა ჯარების შემოჭრის საშიშროების წინაშე არსაიდან დახმარებას არ მოველით, თუ ჩვენი შიში გასაგები არ უნდა იყოს თქვენთვის, მაგრამ არა იმიტომ ვაცხადებთ ჩვენ უარს დაგიბრუნოთ სამხედრო ქონება, რომელიც თქვენის აზრით საბჭოთა სახელმწიფოს ეკუთვნის. ამისათვის სხვა მოტივებიც არსებობენ. ამ მოტივებზე და ვრანგელთან არ არსებულ ჩვენს ხელშეკრულებაზე ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მოგახსენებთ. მიუგო ჟორდანიამ. სრული პასუხისმგებლობით უნდა გაგიცხადოთ, უთხრა კიროვს გეგეჭკორმა, რომ ჩვენს მთავრობასა და ვრანგელს შორის არავითარი ხელშეკრულება და შეთანხმება არ არსებობს. რაც შეეხება საბჭოთა სახელმწიფოს კუთვნილი სამხედრო ქონების დაკავებას, იგი შედეგია იმისა, რომ თქვენი მთავრობა არ ასრულებს ჩვენ შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პუნქტებს. ასე მაგალითად, მან შეწყვიტა ჩვენთვის ნავთობისა და ბენზინის მოწოდება, არ გვაძლევს პურს და სხვა სურსაც. ჩვენ არა ვართ დარწმუნებული იმაში, რომ საბჭოთა ქვეყნიდან საქართველოში გამოგზავნილი საწვავი მასალა და სურსათი ჩვენი მტრების ხელში არ აღმოჩნდება. განუმარტა კიროვმა. ერთმანეთისადმი ნდობის გარეშე სახელმწიფოთა შორის მჭიდრო თანამშრომლობა შეუძლებელია. შენიშნა ჟორდანიამ. ბატონო პრეზიდენტო, რა ნდობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ თუ კი სულ ახლა საქართველოდან ყირიმში თქვენი მთავრობის თანხმობით გაგზავნილი იყვნენ საერთაშორისო უფლების საფუძველზე ინტერნირებული დენიკინის ყოფილი არმიის ოფიცრები. თქვენ ლაპარაკობთ ნავთობზე, ბენზინზე, გვარწმუნებთ, რომ საწვავის მხრივ დიდ გაჭირვებას განვიცდითო. ჩვენ ეს არ გვჯერა,
მაგრამ რატომ ხდება ისე, რომ ყოველივე ეს ისიც მეტად მისადგომ ფასებში იმავე ვრანგელის ხელში ექცევა. ჩვენ შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად თქვენი მთავრობა ხომ კისრულობდა არ გაეწია არავითარი დახმარება საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ კონტრრევოლუციურ არმიებისათვის. კიროვის შეუვალი არგუმენტებით და საქართველოს მთავრობის საიდუმლოებებში მისი ჩახედულობით მოცელილი ჟორდანია და მინისტრები რამდენიმე ხანს დუმდნენ. მენშევიკების პოლიტიკის მამხილებელ საბუთებს შორის კიროვი იცნობდა ყირიმის ფრონტიდან ლენინისადმი გაგზავნილ სტალინის დეპეშას. საწვავს, ნათქვამი იყო მასში, ვრანგელი ბათუმიდან ღებულობს. მაშასადამე ბაქომ არ უნდა გაუგზავნოს საწვავი თბილისს, რომელსაც შეუძლია მიჰყიდოს იგი ბათუმს. საქართველოს მიერ ინტერნირებული გენერალი ერდელი, რომელიც ჩვენთვის უნდა გადმოეცათ, მაისში უკვე ყირიმში იყო. მაშასადამე საქართველო თაღლითობს და გვატყუებს. მინისტრებს დაბნეულობა მალე გაუარა და მერმე ყველამ ერთად დაიწყო ხელშეკრულების დარღვევის ფაქტების უარყოფა. რაც შეეხება რუს ოფიცრებს, ისევ სცადა მთავრობის მოქმედებათა გამართლება გეგეჭკორმა. ჩვენ ანტანტასა და საბჭოთა რუსეთს შორის ბრძოლაში უმკაცრეს ნეიტრალიტეტს ვიცავთ და საქართველოს უბრალოდ არ აქვს უფლება მოათავსოს ისინი კონცენტრაციულ ბანაკებში ან დააკავოს ისინი თავის ტერიტორიაზე. პრეზიდენტი ცდილობდა დაერწმუნებინა კიროვი, რომ მის მთავრობას მხოლოდ ერთი რამ სურს: დაამყაროს საბჭოთა რუსეთთან სრული ურთიერთგაგება და ახლო მეგობრობა. კიროვმა უთხრა, რომ მხოლოდ საბჭოთა რუსეთთან დადებული ხელშეკრულების განუხრელი შესრულება უზრუნველყოფს იმ ურთიერთგაგებას, მეგობრობას და ეს საშუალებას მისცემს საქართველოს თავი დააღწიოს კრიზისს და სამეურნეო გაჩანაგებას. სიძვირე თქვენში დღითიდღე იზრდება, განაგრძობდა კიროვი. ამას წინათ თქვენ იძულებული გახდით გაგედიდებინათ ხელფასი მუშებისა და მოსამსახურეებისათვის, მაგრამ ამას მაშინვე მოჰყვა საქონელზე და სანოვაგეზე ფასების ახალი მძაფრი ზრდა. მრეწველობა თქვენ თითქმის არ აგაქვთ ვალუტაც, რომელიც ჩვენ შეგვეძლო მოგვეცა თქვენთვის გარკვეული პირობების გათვალისწინებით. საზღვარგარეთიდან შემოტანილ საქონლის ნაცვლად თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ მხოლოდ მარგანეცი, ისიც განსაზღვრული რაოდენობით, რადგან მაღაროებში მუშაობა თითქმის აღარ წარმოებს. საწვავის მხრივ თქვენ დიდ გაჭირვებას განიცდით. თქვენ უკვე ხარჯავთ ნავთისა და შავი ქვის უკანასკნელ მარაგს. დღეს ხვალ მატარებლები გაჩერდებიან და ბოლოს თქვენ არ ყოფნით პური. მერმე კიროვმა ილაპარაკა ლენინის სურვილზე დაამყაროს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის უმჭიდროესი კავშირი. ჟორდანიამ მიუგო, რომ ჩემი პირადი და ჩემი მთავრობის სურვილიც ეგ არის. ბოლოს კიროვი საქართველოს საშინაო პოლიტიკას შეეხო და განაცხადა, რომ პარტიათა შორის ბრძოლა მის შინაურ საქმეს წარმოადგენსო. ჟორდანიამ მიუგო ქართველ კომუნისტებს საბჭოთა მთავრობის დახმარების იმედი აქვთ და აჯანყებისათვის ემზადებიან. საბჭოთა მთავრობა ცნობს და პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა მის შინაურ საქმეებში. არწმუნებდა კიროვი პრეზიდენტს. ჟორდანიასთან, რამიშვილთან და გეგეჭკორთან ბაასის რამდენიმე დღის მერმე კიროვი ლენინს წერდა:
საქართველოს მთავრობა ისევ შეეჭვებული დგას. მერყეობს და ვერ გადაუწყვეტია, ვისკენ გადადგას სრულიად გარკვეული და საბოლოო ნაბიჯი. ჩვენსკენ თუ ანტანტისკენ. საქართველოს სამეურნეო ცხოვრება კი დღითი დღე სულ უფრო და უფრო გაურკვევლად ირყევა და უკვე შორს არ არის ის წუთი, როდესაც ნოე ჟორდანია საქართველოს ეგზარქოსთან ერთად იძულებული გახდება იმღეროს ბაბილონის მდინარეებზე. სექტემბრის პირველ ნახევარს კიროვი რიგაში პოლონეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. ჟორდანია კი აბასთუმანში დაბრუნდა.